ამას არ ვიწერთ. View is pages is pages-ზე ახლა შეგახედებთ. ბოლოს რა ზიგავაგეთ. რაც ის გვიკითხება ჩაწოდებ და აქ მე თუ რეპოზიტორი გაქვს რეპოზიტორი ჩაწოდებ აქ და რეპოს გადმოაწოდებ მე აქეთ თუ use case-ი გაქვს რომელი use case-ის გინდა იმას ჩაინჯექტებ აქ და იმას გადმოუწოდებ მე paging source. და აქ მე კატეგორია. და რაღაც ფუნქციაში გექნება გამოტანილი რომელიც გიბრუნებს აქ flows. და ამ ფუნქციას რო გამოიძახებ შეგიძლია დააკოლექტო. ხო, ну თვითონ search რაც შეეხება ეხა ზოგადად როგორ შეიძლება მაგის გაკეთება, მოდი ამას მოვაშტო. აქედან. დავკონცენტრირდეთ search-ზე. ანუ აქ გვექნებოდა როგორი რამ. ახლა აქ გვექნებოდა edit text-ი. ნული tp content-ი. და დავუშვათ ეს search-ი გვაქვს save-ით. ეს ისნაირად. აქ გვექნება hint-ი. და ამას ეკნება თავის რაღაც აი. აი, ეხლა რა გვინდა ჩვენ? რომ ამაზე რომ დაიწყებს ტიპი აქ რომ დაიწყებს რაღაცის ჩაწერას, გვინდა რომ მოკლედ რაღაც delay ქონდეს, რომ ტიპმა სანამ არ დაასულა აკრეფა რამის, ხო? მანამდე მოკლედ არ გაკეთდეს არაფერი call-ი რა. ხო და თემა რაში არის ნახე ხა, რომ პირველ რიგში აი ეს search text filter-ს ეს text უჩერი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ არის ესეთი რაღაც after text change-ი. ეს ერთი. ხო, ეს შეიძლება პირდაპირ გამოიყენო და რა ვიცი, ეს პირდაპირ მოგცემს ცვლილებაზე. რა უნდა მოხდეს კიდე არის on text change ეს უფრო მეტ რაღაცას გაძლევს, მაგრამ ეს ცოტა კომპლექსური ტიპი არის. მოკლედ do after text change გამოიყენეთ პროსტა. და ეს მოგცემთ აქ editable-ს, ანუ რაც შეიცვალა რა აქ it-ში მოდის editable. ანუ რაღაცა რო ჩაწერა ტიპმა ყოველი მნიშვნელობის ცვლილებაზე აქ მოდის მნიშვნელობა, ანუ რაღაცა სხვა მნიშვნელობა. განახლებული. ხო და აქ მე view model-ში გექნება შენ ფუნქცია დაუშვათ search და გექნება query რაც დასერჩა ტიპმა და გინდა ეხა გააკეთო რა რომ როდესაც მოხდა აქ მნიშვნელობის ჩაწერა და განახლება view model-იდან call search და აქ აწოდებ it წერტილი to strings ხო რაც რა განახლებული მნიშვნელობაც შენ აი აქ მოგდის ხო აი აქ მოგდის რაღაცა new value ასე დავარქვათ რაც new value მოგდის და თემა რა შეერჩს ხა რომ view model-ის search გამოიძახე შენ და რეალურად აქ delay არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე რა აი აქ ეგ ლოგიკა არ უნდა გეწეროს ეგ უნდა ხდებოდეს მე view model-ში თემა რაში არის რომ ეს გამოიძახა აქ გექნება როგორი რაღაც ხა ნახე გექნება პირველ რიგში რას განახებ ნახე ესეთი რაღაც რო დავწერო მე მაგალითად my call ამ რაღაცა და აქ რო გავაკეთო view model scope წერტილი launch ხო არ გინახავთ ეს რა ტიპი იქნება რაც დააბრუნებს აი ეს launch რას აბრუნებს არა launch-ი კორუტენზე ეშვება ეგრე launch-ის დროს ხომ არ თვითონ launch-ი რას არ ეთარნებს ეგ არ გინახავთ არ დაგირესერჩებიათ რაღაცა ვიკი ვნახეთ მაგრამ არ მახსოვს ინტერვიუში ჩაჭრილები ვართ ეგრე პირველი ასოფრ launch-ი რასოფრ ხო არა ეგ მეგობრებო სხვა შორის არის ინტერვიუზე კითხვა იმიტომ რომ launch-ი რას აბრუნებს და async-ი რას აბრუნებს ეგეთი კითხვები არის და განსხვავება რაში არის launch-და და async-ის შორის და launch-ი აბრუნებს jobs და async-ი აბრუნებს defaults მე გადახედეთ მაგას უჭველი იმიტომ რომ გასაუბრებაზე ეგეთ რაღაცებს კითხულობენ ხოლმე ხო და თემა რაში არის ეს ჯობი რაც აქ უნდება ეს არის სამუშაო რასაც მოკლედ ეს launch-ი ასრულებს შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს ამ my calls უთხრა cancel-ი და ჯობი დააკენსელო ანუ უთხრა რომ აღარ მინდა შენი შესრულება და ხო და თემა რაში არის რომ შექმნის სამუშაოს ასა private val გექნება search private უბრალოდ var გექნება
search job. რომელიც იქნება ჯობი. აი ეს Kotlin X coroutines. და იქნება ეს null-able რა, რომელიც სტანდარტულად უდრის null-ს. თემაში ყოველი search-ის დროს აქ თუ რამე ჯობი არის და არსებობს და ცოცხალია, აკენსელებ და უშვებ ახალს search jobs. View model scope launch. და აქ გაქვს შენი delay. და უშვათ წამიანი. და მე აკეთებ რასაც გინდა call-out რამეს ან დავი რაც გაგიხარდება. მაგალითად აი პროცესს ჩვენ ახლა დავლოგოთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აქ API call-იც გავუშვათ. დავლოგოთ რაღაცა query. ეგეთი ტიპი. რა არ მოძავს. Okay, აი ეს არ გვინდა ახლა. გავხსნათ და ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. ანუ მე იდეაში ვწერ რაღაცას და ერთი წამის მერე დამებრუნდა, ხო? ვშლი მოვჭი ჩაწერას და გააკეთა. რა? აი მაგალითად რაღაცები შეიძლება უკრიფო. მაგრამ როგორც ხედავთ, ანუ ყოველ ჩაწერილ მნიშვნელობაზე არ რეაგირებს რა. რეალურად რეაგირებს ბოლოზე, მაგალითად ჯერჯერობით გავჩერდი და რო გავჩერდი იქიდან ერთი წამი აითვალა, იმიტომ რომ აქ მე ერთი წამი მაქვს დაწერილი და მე დალოგა. რაღაც ესეთ პრინციპი შეიძლება გამოიყენოთ მოკლედ რა. Search-ს აკეთებთ როგორც jobs, რომელიც შეიძლება რომ დააკენსელო search-ის დროს, აი ტიპმა search-ი როდის იძახება, ხო? Search-ი ეს ფუნქცია იძახება მაშინ, როდესაც მოხდა edit text-ში მნიშვნელობის შეყვანა. შესაბამისად, ყოველ შეყვანაზე არსებული ჯობი თუ არსებობს და თან კითხვის ნიშნითაც წერია თუ დავამოღამეთ, რომ თუ არსებობს რაღაც არსებული ჯობი დააკენსელეო, გაუშვიო ახალი. ანუ შესაბამისად მე რო რაღაც აქ ჩავწერო და ამან დაიწყოს delay-ის ათვლა და მე ამ დროს კიდე ჩავწერო რაღაც search ხო თავიდან გამოიძახება. ანუ ეს უკვე რაც გაეშვა, დაკენსელდება და თავიდან გაუშვებს ახალს. ახალი delay-ის ათვლით. რაც ეგეთი პრინციპი არის რა. ანუ ეგრე სწრაფად რო შეიყვანე ხა შე რამოდენიმე ასე ხო შეიყვანე. დაუშვით აი პირველი ასე რო შეიყვანე, სანამ ერთი წამი გავიდა მეორე ასე რო შეიყვანე, ის პირველი გაუქმდა, ხო და დაიწყო მეორე. მეორე ჯობი გააჩერა. ხო. და ახალი ჯობი დაიწყო ახალი delay-ით. ხო. და ესე რომ მიყვეს ბოლოს რო დააჭერდა, შემდეგს რო აღარ შეიყვან, ის ბოლო გამოდის რომ ის ბოლო შესრულდება. კი. მაგარი ზუსტად. ანუ იმაზე რა ქვია, ფრაგმენტიან აქტივიტზე, როგორც მივხვდით, თვითონ წინასწარ რო ვიძახდით, რა ტექსტი თვითონ რაღაცების დაჭირკვა, ეგეც ყველაფერი უნდა ხდებოდეს view model-ში. ის მარტო უნდა ხატავდეს. კი ბატონო, ზუსტად ანუ რეალურად listener-ი და collector-ი უნდა კონდეს და მაქსიმუმ recycler views დახატვა იქით. კი. ან რაღაცა დიალოგის გამოჩენა თუ გინდა, ან bottom sheet-ის გამოჩენა თუ გინდა, ხო, ბაზარი არა, მაგრამ რაღაცა ვალიდაციის გაკეთება თუ გინდა, ლოგიკა თუ გინდა, რომ შეასრულო გაფილტრო ან რამე, ყველაფერი აი აქეთ. view model-ში. ანუ აი მაგალითად ჩვენ ახლა ამ პროექტშიც იმაზე რა ქვია, register-ზე გვაქვს აი რაღაცა is not empty თუ ის ამას უდრის, ეგ გვაქვს register-ზე გაკეთებული. ანუ ფრაგმენტზე უბრალოდ, ანუ ეგეც ანუ view model-ში იქნება გადასატანი. ხო, არა, რაღაცა ღილაკზე კლიქს რო გააკეთებ, view model-ში იქნება ფუნქცია register-ი. რაღაცა, რომელსაც გადმოეცემოდეს იქნება შენი შეყვანილი მნიშვნელობები. და აი ეს view model-ი დაჰენდლავს მე მაგ ყველაფერს როგორც საჭირო და შემდგომ flow-ებით просто results დაჰენდლავ რა. რაღაც shared flow გექნება ან რამე მსგავს. და ან channel-ი ან shared flow იდეაში channel-იც აი ეგეთი ტიპი event-ებს ისვრის single event-ებს. ხო და მოკლედ აქ გააკეთებ მაგის ვალიდაციას რა. აქ არა, აქ просто კლიკი მოხდა, შენ view model-ს გადაცემ ნიშნულობებს, რომ view model-მა გააკეთოს მე მაგის ვალიდაცია და დაგიბრუნოს პასუხი.
აი ამ ჩვენ იმაზე რა, იმ კონკრეტულად ამ search-ის ფრაგმენტზე ძალიან არ მომწონს search-ის screen-ზე ძალიან არ მომწონს ჩვენი view მოდელი, იმიტომ რომ რაღაცა აი მეორე page-ერთან ახლა როგორც გავიგეთ, ბოლომდე არც სწორად არ გვაქვს დაჰენდლილი და რაღაცა აი უკვე view მოდელი ცოტა რთულად წაკითხვადი ხდება რა. მაგიტო შესაძლოა იქნება რა მაგით ასე. ხო და კიდევ ის არის რომ აი base fragment-ი თუ გინახავთ რა თემა არის. ეგეც ძალიან გაგიმარტივებდათ მუშაობის პროცესს. ეგ base fragment-ი გვაქვს იმაში. base fragment-ი გვაქვს აბსტრაქციად, აბსტრაქტულ კლასად გაკეთებული. ძალიან სად არის, ნახო. presentation-ში ხო. ეხავე. აი ესეთი ტიპი გვაქვს. აი და core-ში რო გაიტანოთ უკეთეს იქნება. core გააქვთ გაკეთებული. core გვაქვს, კი. კი. core გვაქვს და აქ ანუ scout-ში base fragment. აი base-ი აქ გვაქვს რა, base fragment-ი გვაქვს. და ანუ ამ binding-ებს და ემებს handle-ს და მე უკვე screen-ში ნებისმიერ screen-ში რო გაქვთ register-ს რო შემოვიდეთ, უკვე ეს on view created გამოიძახება. აბსოლუტურად რომელიც არის ჩაწოდებული აქ view created-ში. და მე უკვე view created-ი იგივე რაც view created-ი იქ რა. და უბრალოდ მაგას ვიძახებ და ვაწვით უკვე collection-ებს და იმას. აი ამაზე ვიძახდი, აი მახიჭ კოდს. აი ეგ მან და უნდა იყოს, ეგ აბსოლუტურად არ უნდა იყოს. უნდა იყოს გატარებული view mode-ში. თავში უკვე კოლექტორები და ის მაგრამ აი გონი ესეც არასწორია, ხო ლუკა? ანუ go to login page-ი რეალურად სახელი ეს ქვია, მაგრამ button click-ზე ხდება წასვლა. ანუ აქ როგორც მივხვდი, ესეც იდეაში აქ არ უნდა იყოს ეს. ეს უნდა იყოს მარტო go to login page, ხო? და ეს go to login page-ი მე listener-ები უნდა გქონდეს, სადაც მათ გამოვიძახე ფუნქციას. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. სწორი მიდგომა არის. ანუ იმიტომ რომ ხადა ტიპი რომ მუშაობს და ხედავს go to login page წერია რა, სადღაც ფუნქცია არის, რას იფიქრებს, ხო? რომ აი ეს უეჭველი უშვებს გვერდზეო რა, ანუ დაუშვათ ეგ გიწერია on create view-ში. on view created-ში ეგრევე გიწერია რა და ტიპი რომ შენ სხვა გუნდელმა შენმა რომ წაიკითხო შენი კოდი იფიქრებს რომ ვა on view created-ში ეგრევე გვერდი იხსნება თუ არა სადღაც ნავიგაციას აკეთებსო რა, მაგრამ რეალურად შეგით listener-ი გაქვს რა. ხოდა ცოტა დამაბნეველი არის ამიტომ ეგ ჯობს რომ მანდ იყოს კი ბატონო. მან даже base fragment-ის გარდა შეგიძლიათ base view მოდელიც შექმნათ და ანუ ეს base fragment-ი ესე იგი core-ში გავიტანოთ base fragment-ი core-ში გაიტანეთ კი base fragment-ი core-ში გაიტანეთ MVI-ზე რო საწერი მაშინ შეგიძლიათ даже view მოდელისთვისაც შექმნა base იმიტომ რომ მან MVI-ში უკვე view model-ს თავისი state-ი ჭირდება event-ები და ეფექტები გჭირდება მაგისთვის უკვე ხშირად base view model-საც ვაკეთებთ ხოლმე. ასე რომ ნუ ფანტაზია როგორც წავა იმის მიხედვით შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ. კიდე რა შეიძლება? რავი. კიდე რამე ხო არ ვქნათ თუ დავაშალოთ. ეხლა აღარაფერი აღარ გვახსენდება ის. რაც ქონდა ამოწურეთ მე მგონი კი ხო? კი, ერთადერთი ის არის რომ აი ხა დღეს ხო ამას ვიზავთ ამ search-ს მივიყვანთ რა ბოლომდე და მე home page-ზე სავარაუდოდ აი შენ რო გააკეთე უკა nested კი არა და მან recycler view გვექნება main page-ზე სავარაუდოდ რომელიც recycler კი არა nested scroll view გვექნება სადაც გვექნება შიგნით recycler view და მან ხო რამოდენიმე ტიპი იქნება შიგნით და ამ თითო ტიპს მაგალითად get popular movies get რაღაცა კიდე ეგეთი რომელიც ჰორიზონტალურად დაისკროლება რა
და მაგებს ექნება ზევიდან სახელები. რო აი პოპულარ მუვის მაგალითად, ხო? და ანუ ესე იგი Recycle View-ში კიდე ადაპტერში მოგვიწევს რამოდენიმე ტიპის ჩამოწერა, ხო? როგორც მაშინ კი. თუ Nested Scroll View-ში აკეთებ, Nested Scroll View-ში აკეთებ არ დაგჭირდება პირდაპირ დაამატე Recycler View-ები. როდა ამ Recycler View ხო, მაგრამ თან ამას სახელებიც უნდა კონდეს ზევით. და სხვადასხვა უნდა კონდეს. თუ აი ეგრე უბრალოდ სახელები გაუწერო და Recycler View-ები დავადო. ხო, რავი, შეგიძლია ეგრეც გააკეთო. ხო, ეგრეც ხო, პრინციპში ხო. თუ მაინც Nested-ში გაქვს, მაშინ პრობლემა არ არის და ხა შენი Recycler View-ები რო ცალკე აიტემები ყოფილიყო, მაშინ კიდე შეიძლება მაგაზე დაფიქრება. აჰა. ხო, პრინციპში ია მგონი ჩვენ მაგამ ზევანო კითხვა არ გვაქვს მეტი. ხო, არ. შეჯერებთ დღეს აღარ გვაქვს. თქვენს API-ს ისე იმას ატანთ tokens. არა. ეგ ტოკენია თუ keys ვატანთ. Keys ვატანთ. რო გასაღებს. Keys ვატანთ. გასაღებს როგორ ატანთ? ანუ key გვაქვს, გეტყვი ხავე? კი ჩვენ გვაქვს core-ში კონსტანტები გვაქვს შექმნილი და მან კონსტანტებში გვაქვს base URL-ი და API key constant valley. ორივე და მე ამ API keys თქვათ იქ server ისა domain-ში domain-ში რაღაცა data-ში პირობითად აი remote-ში server-ში ვიძახებთ უკვე პირდაპირ წერთ რა, ანუ ვიძახებთ ამ constant წერტილი API keys, რაც არის საჭირო. ერთად სადაწოდებ მაგას, ანუ query-ში, path-ში, header-ში. query-ში. query-ში აწოდებ მაგას. ხო, მან ერთ რაღაცას გეტყოდით, რომ მაგისთვის შეგიძლიათ ინტერსეპტორი გააკეთოთ და ინტერსეპტორიდან გაატანოთ ეგ. ანუ როგორ რაღაცა იცი retrofit-ს აქვს ესეთი ტიპი. თუ გინდა რომ ყოველ გაშვებულ call-ზე რაღაცა ჩაატარო რაღაც პროცესი და შეცვალო retrofit-ს აქვს ესეთი ტიპი ინტერსეპტორი ქვია რა. ხო და ცალ-ცალკე რო არ აწოდო query ყოველ ჯერზე შეგიძლია ინტერსეპტორი გაუწერო მაგ შენს retrofit-ის instance-ს და უთხრა რომ ყოველ call-ს ავტომატურად მიიღებას ეს გასაღები, იმიტომ რომ რეალურად გასაღები ხო ერთი და იგივე გჭირდება ყველა call-ზე. შესაბამისად არ მოგიწევს რომ გარედან ჩააწოდო რა, ანუ დაჰენდლავს ინტერსეპტორი. აი, ჩვენ მაგალითად header-ებით გვაქვს ჩვენ header-ში ვატანთ გასაღებს და ინტერსეპტორიდან გვაქვს გაკეთებული რომ რაღაცა ყოველ call-ზე, ყოველ call-ს გამიტანე ესეთი header-ი. ეგ სადაც retrofit-ი გვაქვს აღწერილი, იქ უნდა გავაკეთოთ, ხო? ეგ retrofit-ის instance სადაც ქნით შეგიძლიათ შექმნათ ინტერსეპტორის instance-ით. და retrofit გადაცეთ. კონეგრე ის რა ქვია. ინტერსეპტორისთვის ჯერ კლიენტი უნდა შექმნა, გონდა იმ კლიენტს უნდა ჩააძოთ რაღაცა ეგეთი იყოს ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ხო, ინტერსეპტორი პრობლემა რატოა ეს გამარტივებს მაგ საქმეს იდეაში. ეს უფრო სწორად ეგრე იქნებოდა რა, ანუ ყოველ call-ს რო არ უწერო, ინტერსეპტორში იქნება ერთხელ გაწერილი და ყველა call-ს ავტომატურად გაყვება. გაიქნება ეგრე. და ეხლა ჩვენ იმაში პირობითად ბოლო კითხვა უკადა. ჩვენ იმაში რა ქვია, ის მინდა გამოვიყენო რა ქვია. აი Facebook-საც აქვს რა, იქ თუ შესაძლებელია. მიცდია ეხლა აი loading-ის დროს აი Facebook-ზე რო შედიხარ და აიტემები რო იხატება რა. ხო, რაღაცა ეგეთი XML-ის ის არის. რთული გადასაკეთებელი არ უნდა იყოს ხო? არა, ეს სკელეტონი გასა view-ო. просто view-ო და იმ სკელეტონის view-ებს ალაგებ უბრალოდ შენ როგორც წინდა ისე. რაღაც შეგიძლია ცალკე ფაილი გააკეთო, შენ როგორიც წინდა ისეთი სკელეტონი ააწყო და მე ეგ ფაილი გამოიყენო შენს XML-ში დაინკლუდო რა. ან просто ეგ არის просто view, რომელსაც აქვს რაღაცა shimmer-ის ეფექტი რა. ხო, shimmer-ია ხო. არაფერი ისეთი მანდ არ არის, просто library-ს ამატებ, გიშდება რაღაცა shimmer-ისთვის ცალკე view, ეკრანზე ეგ რო დააგდო, ჩვეულებრივ რაღაცა კონტეინერია, რომელიც ციმციმებს. შენ როგორც გინდა ესე დაალაგებ просто მაგას და ეგ არის რა.
ყველა layout-თვის ცალკე შიმერი დაგჭირდება ხო სავარაუდოდ ყველა ფრაგმენტისთვის. ხო. ცალკე შიმერი გექნება. ცალკე ფაილს აწყობ რაღაცა სკელეტონებისთვის და მასიზამ ჩაინკლუდებ მე შენს XML ფაილში. და როცა ჩატვირთული იქნება ყველაფერი გამოვა, ისა გააქრობ, როცა არ იქნება გამოჩნდა. აი დრო გვაქვს კიდე. რისი გაკეთება შეიძლება ახლა. საინტერესოა. base fragment-ი გაქვთ. ესა hilts იყენებთ თქვენ თუ coins? Coins. თუ გინდათ შეგიძლიათ რაღაც გარკვეული ტიპები მაგალითად compose-ს აწყოთ. შეგიძლია რომ XML-ში გააკეთო ისე რომ ანუ იდეაში XML-ზე წერ, მაგრამ XML-ში შეგიძლიათ ჩასვა compose-ებლები რა. აი ხა ის რო არის რა ქვია, შე რო გამოიყენე წინაზე circular progress indicator. ეგ ხო compose-ის ტიპია. კი. კონკრეტულად, მაგრამ აქაც გონჩვეულებრივ ვიყენებთ რამოდენიმე ადგილას პრობლემა. ხო, მაგრამ კი ბატონო, просто ეგ თქვა compose ტიპი არა, ეგ materialis ტიპი არის. აუ compose-ში არის circular progress indicator-ი, აქაც ნუ სახელები ამ თქვა, მაგრამ რეალურად materialis ტიპი არის ეგ რა. შენაც გამოიყენე ეგ არნიშნავს რომ compose-ის ტიპს იყენებს რა. ანუ ნახე, იდეაში შენ შეგიძლია, აი დავშტე ხო გაკ ფრაგმენტები აწყობილი რა. ხო და სურვილი თუ გექნებათ, შეგიძლიათ რაღაცა ერთი რომელიმე ფრაგმენტი აწყოთ compose-ზე, მაგალითად ან ორი ფრაგმენტი. ეგეთ რაღაცა შეგიძლიათ რა, რეალურად navigation კომპონენტი გექნებათ და ყველაფერი. просто ფრაგმენტი რაც გაქვთ, იმ ფრაგმენტში შეგიძლიათ რომ დახატოთ compose-ებლები რა, ანუ XML-ი არ დაგჭირდებათ. აუ ლუკა რა იქნება ის საინტერესო, ეხლა просто მომაფიქრე და არ ვიცი ადრე გაჩვენეთ თუ არა, აი დეტალებზე რო გადადის პირობითად user-ი და ის scroll-ას რო იწყებს, ანუ ადრე მქონდა მე გაკეთებული ეგრე სხვა იმაზე რომ ანუ ეს toolbar-ში რო ადივარ unshort რო gravity გაქვს და snap scroll რო არის რა, მაგრამ ეგ წინა პროექტში ვცადე და არ გამოვიდა, მაგრამ წინა ანუ იმიტომ არ გამოვიდა სავარაუდოდ რომ ის YouTube ვიდეოს ვიყენებდი რა და იქამდე რო გამოდიოდა იყო უბრალოდ image-ვიო. და შეიძლება მაგის გამო ანუ YouTube სხვანაირი დახედვა ხო არ უნდა ან YouTube view რო არის, მაგიტომ ვერ ისკროლება ზევით. შესაძლებელია. იმიტომ რომ ეგ რეალურად ოფიციალური YouTube view არ არის, ოფიციალური YouTube view ფასიანია. ხო და ის რაც შენ ჩაიგდე, ეგ არის უფასო ვარიაცია ვიღაც ტიპის გაკეთებულია რა. ხო და ეგ შეიძლება მაგას აქვს რამე ბაგი არა გამორჩეული. რომ ეგრე იქცეო. ხო, იმიტომ რომ ის იდეაში coordinate layout-ით აკეთებ და შიგნით მე nested recycler-ი გაქვს და იქამდე კიდე nested scroll view გაქვს და იქამდე ნუ ამას უწერ unshort რომ რა უნდა ქნა, როცა scroll-ი დაიწყება. ამაზე უკვე ამ YouTube ვიდეოს რო ვდებდი, ანუ вообще არ მუშაობდა მაგაზე რა და შესაბამისად შევეშვით. და ეხლა უბრალოდ ლამაზი იქნებოდა თვითონ დეტალზე ეგ რო შეეძლოს. ნახოთ რა გამოვა. ხო, შეგიძლიათ აითამაშო. ერთი ვარიანტი შეიძლება მანდ იყოს. რომ შეგიძლია მანდ ვიდეო არც ჩასვა, просто კლიკი დაადე და ვიდეო ცალკე გავხსენი მერე. მთლიან ეკრანზე. ან დიალოგში, ან სადმე. შეიძლება. ხო, ერთ რაღაცას გაჩვენებთ კიდევ. როგორ გამოვიყენოთ libs kotlin-ს ვერსია გვაქვს 1.9.24, ხო?
ბატონო. ხო, აქ შეგიძლიათ XML-ის პროექტშიც რომ დაამატოთ ეს ტიპი. გაჩვენებთ როგორ მუშაობს და თუ სრული გექნებათ, მერე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ აქ view binding true რო არის, გვინდა კიდე compose უდრის truth. კიდე რა გვინდა? კიდე გვინდა dependency უშუალოდ. Implementation, activity compose, lifecycle compose, optional, studio preview support-ი. აქ დაამატებ ამას, implementation compose boom. Android testing implementation. ესეთ ამ dependency-ებს ჩავამატებ. მერე გვინდა რა material 3 მაგალითად. მერე კიდე რა გვაქვს? ეს არ გვინდა, SQI ესაა main APIs for underlying toolkit such as input measurement layout ეს გვინდა. This compose material icons extended is არ გვინდა. Life cycle view model მომთვარე სურლის მიხედვით და აქ გვინდა კიდე compiler Gradle plugin-ი გვინდა კიდე. Compiler Gradle plugin-ი ცოტა რა post compiler version migration guide. აქ უნდა იყოს და იცად დავაკვირდე როგორ იყო. აქ იყო მგონი Kotlin-ის განყოფილებაში უნდა იყოს და იცო compose-ის project-ში უნდა მქონდეს აქ სადღაც. developer კომპილატორი უნდა დავამატოთ. ის Gradle გვინდა და აქ უნდა იყოს იდეაში, მაგრამ არ არის იდეაცატორ არის. ალბათ იმიტომ არ არის, რომ 2-დან 0 არის შეიძლება. აი, ეს გავატაროთ არ გვინდა. ხო, dependency-ები დავამატეთ, sync-now-ს მივცემ. ერთი ისა რომ compiler-ი გვინდა მგონი ამისთვის compose compiler. აი 1.5.15. აი აგერ არის ეს ტიპი გვინდა. რო ჩავამატოთ. просто ამის ვერსია გვინდა რომ შეესაბამებოდეს იმის ვერსიას, Kotlin-ის ვერსიას აქ რაც წერია. ხო და მაგიტო გვინდა compose compiler to Kotlin version compatibility map აი ეს ტიპი გვინდა და აქ წერია მოკლედ აი ეს ამის ვერსია, რომელ Kotlin-ის ვერსიასთან არის შესაბამისი. ანუ ჩვენ ახლა გვიყენია Toml-ში Kotlin 1.9.24, 1.9.24. შესაბამისად აი ეს გვინდა 1.5.14.
1.5.14 გვინდა აქ. აი ხა რომ დასინქაო. შეგიძლია რომ ფრაგმენტში შენთან გამოიყენო compose view ან даже activity-შიც რა. ან შენ შეგიძლია რაღაცა ფრაგმენტი აწყო. მაგალითად რაღაცა my fragment რომელიც არის ფრაგმენტი Android X და ნახე concrete view-ში შენ შეგიძლია გაკეთო ესეთი რამ compose view გააკეთო აქ ჩააწოდო კონტექსტი და apply-ში set contents უზამ და აქ შეგიძლია ჩაწერო ფრაგმენტში compose რა ჩვეულებრივ რაღაცა ტექსტი დაწერო რაღაცა ბატონი მიცე on click-ზე რო რაღაც აქნას და ასე შემდეგ. მუღამი ისაა რომ ნუ აქ რა თქმა უნდა მე ამას შეგიძლია აქვე ამ ფრაგმენტს თავის view მოდელი შეუქმნა და ამ view მოდელში რაღაცა flow-ები რო გექნება, ნუ აქ როგორც ვაკეთებთ ისე collect as state-ით შეგიძლია დააკოლექტო მოკლედ რა. და თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ რომ მოკლედ ნუ იდეაში ეს ხა ფრაგმენტი ჩვეულებრივად ნავიგაციაში შეგიძლია ჩასვა იმის ნავიგაციაში navigation კომპონენტში შეგიძლია ჩასვა პროსტა განსხვავება ის იქნება რომ ახლა XML-ის მაგალითად პროსტა ეს compose დაიხატება რა თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ რომ გარკვეული გვერდებისთვის დავუშვით ეს რაღაც გამოიყენოთ რომ სხვა ინტერესისთვის ან რაღაც ხო ჩვეულებრივად ეს მუშაობს და იდეაში მე რო აქ ხა ავდგე და ეს ფრაგმენტი ჩავტვირთო main activity-ში ეს უნდა გამოჩნდეს ეს ფრაგმენტი რო გამოვაჩინო მაგალითად ასეთ ამან უნდა დახატოს ამის კონტენტი. ხო, ნუ დახატა. პროსტა ცოტა ისე დახატა რა. ანუ ეხა ძალიან გაიშალა ეს ღილაკი, იმიტომ რომ იდეაში ნახე რა მოხდა ეხა აქ. ამას ხო იმდენი ადგილი უკავია, რამდენიც სჭირდება რეალურად რა. და მე კიდე ავდექი და ფრაგმენტი გადავჭიმე ბოლომდე, ანუ რეალურად ამ კონტენტს სჭირდება რაღაცა ეს ადგილი. მაგრამ თვითონ ფრაგმენტი შესაბამისად ანუ რეალურად უნდა იკავებდეს იმდენს, რამდენიც ამას სჭირდება რა. მე რო ავდექი და გადავჭიმე, მივიღე ესეთი რეზალტი. ის მიხედავთ რომ რეალურად ამდენი სჭირდება. მაგის გასასწორებლად პროსტა ადგები და ამას რაღაცა ჩაასვამ კოლუმში და შიგნიდან გაშლი მთლიან ეკრანზე. რომ მე ფრაგმენტს ხელი არ შეუშალოს რაღაცა modifiers ეკვე fill max sizes რა და ესეთ ახლა ამას გაასწორებს ხო
რეალურად აი compose დავხატეთ ახლა fragment. ნუ ეს ამის გაკეთება არ მოგიწევთ, იმიტომ რომ დიჯავოთ თქვენ იქ navigation კომპონენტი გექნებათ და просто ესეთ რაღაც გექნებათ, რომ მოკლედ navigation კომპონენტში ჩავსვამთ fragments. ნავიგაციის დროს გახსნით მაგ fragments, просто გამო რაღაც რომ იმ fragment-ში შიგნით მე იქნება ეს რაღაც შეიძლება გააკეთოთ რა. რაღაცა compose-ებლები შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ fragment-ში. საინტერესო. დაჟე ისიც არის, აქ არის დაჟე ესეთი ტიპი, ქვია XML-ში თუ გინდათ იმენა XML-ში თუ გინდათ compose გამოყენება, თუ მოგინდებათ. არის compose view ეს ტიპი. და ეს ტიპი იდეაში ჩვეულებრივ view-ა. რომელსაც შეგიძლია ID მიცე. ID მიცე რაღაცა. და რა გაკეთო, იცი რომ აქეთ activity-ში შეგიძლია ადგე მიწვდე ამ ტიპს და უთხრა set content. და დაუშვათ დააყენო ამის კონტენტად რაღაცა circular progress ინდიკატორი რა, ეგეთ რაღაც შეგიძლია გააკეთო. XML-ში ჩაამატო მოკლედ compose view და მე fragment-დან უთხრა რა დახატოს. მე ეს ტრაც. ცუდნაირად. ისე ეგეთ რაღაცებს რეალურ პროექტებში აკეთებენ? ან თუ არის ისეთი მაგალითად აი compose შეიძლება გააკეთო და ან უფრო ადვილად კეთდება ვიდრე XML-ში და ეგრე რო ამატებ რეალურ პროექტებში თუ არის ეგეთი შემთხვევები. რაღაცა compose-ში უფრო მარტივად კეთდება და მაგიტო ამატებენ XML-ის პროექტში? სანამ ხო დაუშვათ სანამ თლიანად compose-ზე გადაიტანენ. ან ნაწილ რო ხდება ესე ხო არ ხდება რეალურად მიგრაციას რო ვამბობთ რა, XML-ზე რაღაც დიდი პროექტი და ზუსტად ეს მიდგომა გამოიყენება, რომ ეს პროექტი გადმოწერონ compose-ზე რა, ანუ რეალურად დგებიან ხო რაღაც base fragment-ი. აკეთებენ კიდე ერთ base fragments აკეთებენ ხოლმე, რომელიც იქნება compose-ისთვის. და რაღაცა compose fragment იქნება, რომელსაც აქვს რაღაცა ესეთი ტიპი აქვს კონტენტი, რომელიც არის რეალურად ცვლადი რა. ესეთი ტიპი არის composable lambda. ესეთი რაღაცა არის რა. და შიგნით წერენ კონტენტს და რეალურად ეს base ეს ხდება ანუ base რაღაც compose fragment-ში და ეს კონტენტი მე იძახება on create view-ში ავტომატურად რა, ანუ ეს base fragment-ში არის გატანილი ეს ნაწილი. აქ რაღაც კიდევ ვალიდაციები არის დადებული. და ეს კონტენტი რეალურად მე დგებიან და ამ კონტენტს იძახებენ აქ. რაღაც ესეთი გამოდის რა. ანუ ეს ვაფშე არ ჩანს, მოკლედ რო ვთქვათ რა, ეს არ ჩანს, რაღაცა compose fragment-ია. და რაღაც ეს გამოიყურება, ის on create view რეალურად under-ზე ხდება იქით მშობელ კლასში. აქ წერ რასაც გინდა როგორც გინდა, მოკლედ ესეთი რაღაცა გაქვს და ნუ აქ რო შეგიძლია view model-ი ჩაინჯექტო, გამოიყენო და ასე შემდეგ და ნავიგაციის დროს navigate-ს რო აკეთებ, რეალურად fragment-ი იხსნება, მაგრამ ეს fragment-ი მე შეგინთ ხატავს compose-ს რა. და მოკლედ დიდი აპლიკაცია რო გაქვს და იქ ყველაფერი ფრაგმენტებზე გიწერია იდეაში. და გჭირდება რომ ეს შენ დიდი აპლიკაცია გადაწერო compose-ზე, ხა შენ ერთიანად მაგას ვერ გადაწერ, შანსი არ არის. ხო და ნაბიჯ აკეთებენ მაგას და ეს დისტეპები არის რომ რაღაცა XML-ზე გაქვს ფრაგმენტი გიწერია XML-ით. დგები რაღაცა ჯერ ერთ ფრაგმენტს მიადგები, ჯერ ერთ ფრაგმენტს გადაწერ მოაშტობიქიდან XML-ს და გადაწერ ესეთნაირად რაღაცა compose გამოიყენებ. და ასე ფრაგმენტებს შიგნით ანუ ფრაგმენტებს ტოვებ, просто შიგნით XML-ს ვცვლი compose-ით რა. ეგეთი მიდგომა არის. მე ყველა ფრაგმენტი რომ ამოიცვლება, უშუალოდ ყველა ფრაგმენტში compose გამოიყენებ და ამოცვლი XML-ს, მე უკვე ფრაგმენტებსაც ვცვლი და რჩება მარტო compose რა. მოკლედ ლუკა ეგეთი გეგმა არის რომ ამას ვამთავრებთ
Compose-ში გავერკვევით, ცოტა შენ ვიდეოებსაც ვნახავთ, Google-ის იმას გავივლით, ალბათ შემდეგ თვეს ბოლოს უკვე. და მე ველოდებით Compose multiplatform-ას შენგან. ხო. მე დავიწყოთ ეგ. რავი, თუ გინდათ შემდეგ ლექციაზე Compose multiplatform-ას წავითამაშოთ, არა პრობლემა. ხო, არა, თვითონ კურსი გვინდა. ერთი 60 თვეში კურსი რო იყოს გაასწორებთ. ეგ ჩემზე არ არის. ეხლა რასაც უყურებ, ისე მე და გიო საუბრობდით, რომ ეს ხო ანუ ნუ მივიყვანეთ ბოლომდე, შემდეგ ერთ თუ კიდე კარგად მომზადებით ინტერვიუსთვის, ხო? მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, მაინც შენ რას სიზახდი ასევე ყველაფერი ეხა თუ არა ერთ წელიწადში, ან მაქსიმუმ 2 წელიწადში მთლიან Compose-ზე იქნება. კი რა, Java-სავით გაიჩნდება მოკლედ ხო, XML-ი. Java-სავით იქნება. ეხლა Java-ს აღარავინ აღარ კითხულობს. ხო, ეგეთი თემა იქნება რამდენიმე წელიწადში, რამდენიმეში რა წელნახევარში 2 წელიწადში მოკლედ რომი ხოლმე გასაუბრებაზე. გეტყვიან რომ Compose-ი როგორ იციო XML-ზე არ გითხავენ. ხო, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტოპიკი არა. მომავალი არის ამაზე და იდეაში თუ გინდა რომ კაი დეველოპერი იყო, მომავლისთვის მზად უნდა იყო. იმიტომ რომ დადგება ეგ დრო და შენ მზად არ იქნები, არავინ არ აგიყვანს. ჩემი აზრით პრიორიტეტში უნდა გქონდეთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც ცოცხლდება, ანუ რომლებიც ეხა იხოდება და არა ის ტექნოლოგიები, რომლებიც კვდება რა რეალურად. როცა დღეს ესეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ჯერ ვერაფრით ვერ მოკვდა ეს XML-ი კიდე იქნება 1 წელი ალბათ, წელნახევარი. 2 წელი შეიძლება. იმიტომ რომ ბევრგან გამოიყენება, მაგრამ ნუ მოკვდება რა ადრე თუ გვიან უეჭველი მოკვდება და დაგვრჩება Compose-ი მარტო. ჩვენთან ამ მულტიპლატფორმას რომელიმე კომპანია იყენებს, დაიწყო გამოყენება. ჩვენთან საქართველოში ეგეთი პოპულარული არ არის. ერთი ვიცი რომ Space-ში ქონდათ გეგმა, ოღონდ Space-ში Compose multiplatform-ას არ იყენებდნენ, Space-ში უნდათ რომ პროსტა data და domain-ი დაეშიარებინათ. Data domain-ის დაშიარებაზე ქონდათ საუბარი. უნდათ რომ use case-ები, რეპოზიტორები, data source-ები, სერვისები გაეტანათ ცალკე მოდულში, Kotlin-ის მოდულში და დაეშიარებინათ iOS-ზე და Android-ზე. რა გააკეთეს მე მაგაზე არ ვიცი, მაგრამ ეგეთი რაღაცები იყო კი. ძირითადად უფრო უცხოეთში არის მოხოდილი, აი გერმანიაში, Syntonic-ში, აი გაგრას ტაბატა მუშაობდა მან გიო შენიცი, გეცოდინებო. მან არის დაწერილი ეგ პროექტი იმაზე მულტიპლატფორმაზე Kotlin-ის. მოკლედ ძირითადად უფრო საზღვარგარეთაა და Netflix-საც აქვს რაღაც ნაწილები, Netflix-ის არის დაწერილი მულტიპლატფორმულად რა, Kotlin მულტიპლატფორმით. ესეთი ნიუსი გექნებათ ხა რომ Netflix რო გახდით, გეცოდინებათ რომ რაღაცები Kotlin მულტიპლატფორმით არის ყველი. და ასე რომ ნუ პროსტა თემა ისაა რომ მულტიპლატფორმა ხა Kotlin-ის ჯერ კიდე ახალი ტიპი არის რა, ანუ ჯერ ბეტაშია Compose multiplatform-ი ყოველ შემთხვევაში ბეტაშია და კიდე რაღაც დრო ჭირდება რომ საბოლოოდ სათავის რაღაც ბოლო ეს მიიღოს რა, საბოლოო შედეგი როგორც გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი რა. ჯერ კიდე რაღაცებს ამატებენ და აკეთებენ მაგაზე. ხო და საბოლოო შედეგს რომ მიიღებს, რავი Flutter-ი და React Native-ი არ გვექნება. ნუ გვექნება, მაგრამ არავინ არ არჩევს მაგას. ანუ წარმოიდგინე ერთის მხრივ გაქვს ტექნოლოგია, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ დაწერო აპლიკაცია cross-platformული, რომელიც ორივე მოწყობილობაზე იშვება და არა native-ურად და მეორეს მხრივ გაქვს ტექნოლოგია, რომელზეც წერ ერთ კოდს ორივეზე იშვება და იშვება native-ურად. თქვენ რომელს აირჩევ. Native-ს თუ არა native-ს, ხო ბუნებრივია რომ native-ი გინდა, რომ გამოიყენონ. წერ კოდს ეშვება უშვება ორივე სისტემაზე და შენი აპლიკაცია არის native-ი. რა თქმა უნდა, ეს ეგ იქნება. მე iOS developer-ი რაც იზავენ iOS developer-ი. ნახე, მან ეგეთი თემა არის ეხა, ხო მაგაზე იყო საუბარი, მაგრამ iOS developer-ები მაინც არ მოკვდებიან, იმიტომ რომ
იდეაში ნახე რა თემა არის თუ გინდა რომ native მიიღო minimum SwiftUI მაინც უნდა იცოდე რა. ანუ რეალურად ნახე compose multiplatformაზე მაგ შედეგს ვერ მიაღწევ. ანუ compose multiplatformაზე თუ წერ უშუალოდ, მაშინ iOS-ი უეჭველი არ გექნება native რა, ანუ Android-ს მიიღებ native-ს, მაგრამ iOS-ი გექნება Canvas-ზე, ანუ მან under the hood Canvas-ზე ხატავს ეგ რაღაცეებს რა. iOS-ზე გექნება მოკლედ არა native UI რა. Просто ну ясно აპლიკაცია ხა ერთნაირი გექნება იქაც, აქაც ზუსტად ერთნაირად იმუშავებს. Просто თემა რაში არის ხა, თუ გინდა რომ native-ურად გამოგივიდეს, მან ნახე რა თემა არის რეალურად განახილე ხა KMP რაღაცა ის თუ აქვს ამას KMM-ზე იყო მგონი რაღაცა გრაფი გაკეთებული. Kotlin multiplatform mobile-ისთვის არ არის რამე გრაფი, ფეხსაცმელს რომ იგდებს აქ რა თემა. KMM რამე უნდა იყოს გრაფივით. Common client-ი, ხო, აი ნახე. Jar framework my module ეს კიდე არ არის ისეთ ის რაც გვინდა. აქ უნდა იყოს რაღაც ისეთი კაი მსვილი. Android iOS ეს არ გვინდა. აქ რა გვაქვს? Expect declarations. სად წაიღეს კაცო ეგ? Core. აი. ნახე. როგორ გამოიყურება ეს ტიპი რეალურად. რა, ანუ რეალურად შენ აკეთებ რას, რომ აქ ნახე business logic and core. აი ეს არის დაშიარებული. ანუ business logika და core, ანუ იგულისხმება რეპოზიტორები, use case-ები, სერვისები, data source-ები, რაც გაქვს რა, ანუ არა native-ური ნაწილი. თუ გახსოვთ აი მოდულარიზაცია რო განახეთ მაშინ. ბანდ შეგეძლო შეგექმნა მოდული ორნაირი, ერთი Android მოდული და მეორე Subta Kotlin-ის და Java-s მოდული რა. მოკლედ რო ვთქვათ, Subta Kotlin-ის მოდულები რაცაა, ეგაა ჩვენი data domain-ი, ხო? ანუ რეალურად აი აქ დაშიარებულში იგულისხმება data domain-ი. ანუ რეალურად data-ს და domain-ს აშიარებ. მაგრამ თუ დააკვირდებით UI თვითონ, რაც ჩანს აქ რა, native-ია, უკვე ცალ-ცალკეა გამოყოფილი, ანუ ცალკე არის ის ცალკე iOS-ისთვის, ანუ შენ Kotlin-ზე წერ data domains, წერ use case-ებს, წერ რეპოზიტორებს და ასე შემდეგ. და მე აქეთ native-ში, აქეთ ქმნი composables, აქეთ ქმნი views რა. ანუ აქეთ ცალკე ის გექნება რა, პროსტა ანუ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, რომ რაღაც library-ა და შენ გაქვს პროსტა screen-ი composable ფუნქციას აწყობს და შენი ბიბლიოთეკა გაქვს რაღაც დაშიარებული ეს ტიპი და აქ გაქვს შენი view მოდელი შეგიძლია უკვე დააშიაროს ხოთა შორის view მოდელი multiplatformული გახდა Android-ის view მოდელი ადრე არ შეიძლებოდა view მოდელის დაშიარება და ეხლა შეგიძლია რომ ადგე და view მოდელი დააშიარო iOS-ს და Android შორის Android-ის მოდელი რა და ისეთ თემა გექნება რომ პროსტა ამ view მოდელს გამოიყენებ აქეთ და აქეთ რა ანუ თვითონ screen-ს აწყობ ცალ-ცალკე რა ანუ აქეთ იღენებ Android-ის composable ფუნქციებს და კომპონენტებს და view-ებს და ყველაფერს აქეთ iOS-ისთვის ცალკე screen-ს აწყობ ანუ რეალურად ეკრანს აწყობ ცალ-ცალკე დანარჩენი ყველაფერი დაშიარებული გაქვს რა და ზუსტად ეგ გაძლევდა იმ შედეგს, რომ რეალურად აპლიკაციას იღებ native-ს. ანუ რეალურად ეფექტს იღებ იგივეს თითქოს და ცალ-ცალკე დაგეწერა აპლიკაციები, მაგრამ რეალურად დაშიარებული გაქვს აპლიკაციის ნახევარზე მეტი რა. პროსტა აპლიკაცია იქნება იგივენაირად თითქოს და შენ იმენ iOS-ზე დაგეწეროს. თითქოს და Kotlin-ის კოდი საერთოდ არ აშიგნით. ეგ ამ მუღამი რა. და აი compose multiplatform უკვე იმას აკეთებს, რომ რეალურად SS შეარდება. ამიტომ native-ს ვერ ვირიობს რა. ანუ ორი ვარიანტი აქვს Kotlin multiplatforms. ერთი არის რომ business local data domain-ი დააშიარო და presentation-ი აწყო ინდივიდუალურად. მეორე ვარიანტი არის რომ ყველაფერი დააშიარო presentation-ის ჩათვლით. ეგრე Android-ზე კი მიიღებ native აპლიკაციას, იმიტომ რომ compose Android-ისა რეალურად. მაგრამ iOS-ზე native-ს არ მიიღებ. ნუ აპლიკაციას რა თქმა უნდა მიიღებ iOS-ზე ჩვეულებრივად ეხა იმუშავებს, მაგრამ ნუ native არ იქნება პროსტა რა. ეგ განსხვავება არის ერთი. მანდ პროექტი შექმნა სხვანაირად ხდება ახლა. აი აქ რაც არის ჩვენთან Android Studio-ში new project-ში.
აი აქ არის Kotlin multi-platform app. ეს ტიპი, მოკლედ რო ვთქვათ, ქმნის Compose multi-platform-ის გარეშე. რა, ანუ Compose multi-platform-ი აქ დაშერებული data და domain-ი. Presentation-ი ცალ-ცალკე უნდა აწყო. ხო, Compose multi-platform-ი ჯერ არ დაუმატებიათ, იმიტომ რომ ჯერ ბეტაშია და Compose multi-platform-ი რო სტაბილური გახდება და ბევრ განახლებას გააკეთებენ, ეხლა მუშაობენ კიდე Compose multi-platform-ზე და ეს ეხლა 2025 წელს უკვე სტაბილური იქნება Compose multi-platform-ა და აქ გაჩნდება ეგეც რა. ეხლა მარტო ეს არის. ცოტა ხანში Compose-ის multi-platform-აც უნდა დაემატოს. რო პირდაპირ აქიდანვე შექმნი პროექტს და დაწერ მოკლედ გინდა desktop-ზე, გინდა web-ზე, გინდა Android-ზე, გინდა iOS-ზე, რასაც გინდა რა. თუ სრული იქნება, შეგვიძლია multi-platform-ას შემდეგ ლექციაზე წავითამაშოთ Compose-ის. რაღაცა გავაკეთოთ, რამე არ ჭირს. ლუკა, ის multi-platform-აზე არ არის, ხო? ის ჩამიგდი ადრე. YouTube-ერი რო არის, თავს კურსი რო აქვს. Compose-ის. ეგ უბრალოდ Compose-ის კურსი. ეგ უბრალოდ, ეგ როგორი კურსია, იცი? Compose-ის კურსია, რომელიც შეგიძლია იდეაში ნების multi-platform-ში შეგიძლია გამოიყენო რა. ანუ ეგ Compose მანდ ისე ხსნის, რომ არ არის კონკრეტულად Android-ზე მიბმული რა. ანუ Compose-ი ხო ხა დღეს უკვე multi-platform-ული გახდა, შეგიძლია iOS-ზეც გამოიყენო, desktop-ზეც და web-შიც Compose-ი. ხო და თემა ის, ანუ ის ტიპი ისე ხსნის თითქოს, ანუ რო ყველგან შეგიძლია გამოიყენო რა. კონკრეტულად Android-დან გამომდინარე არ ხსნის. ასე რომ, ხო. შუაშუის ძალიან კარგად ხსნის და მაგას სტაჟი აქვს ცალკე multi-platform-ის კურსიც. პროსტა იქ ჯერ არ დამითრევია. აი, რავი. თუ რამე გინდათ კიდე რამე კითხვა თუ გაქვთ, გამოშვით თუ არა და იდეაში, რავი, შეგვიძლია დავიშალოთ. დღეს მე მგონი აღარ გვაქვს. 4 შაბათს მოვაქვს კითხვები. ჩავა. გამზადის კითხვები 4 შაბათს. მადლობა, ლუკა. მადლობა დროებით. დროებით. დროებით.